თბილისის გულში. მტკვრის ნაპირზე აღმართული სიონის საკათედრო ტაძარი საუკუნეების განმავლობაში დგას. ტაძარი, რომელიც მრავალ თავდასხმას და განადგურებას გადაურჩა, თუმცა ყოველთვის აღდგა და ქართველთა რწმენის მთავარ სიმბოლოდ დარჩა. მეხუთე საუკუნეში, როცა დაარსდა ქალაქი თბილისი, იყო დაარსებული ეს წმინდა ტაძარი. სწორედ ამ ტაძარში ინახება საქართველოს უდიდესი სიწმინდე, წმინდა ნინოს ჯვარი. ისტორიული წყაროების მიხედვით ჯვარი მრავალი განსაცდელის ქვეშ აღმოჩნდა. გარკვეულ პერიოდში იგი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ინახებოდა. საუკუნეების შემდეგ კი 1802 წელს ჯვარი სიონში დაბრუნდა და იქ სამუდამო ადგილი დაიდო. ეს ტაძარი ჩვენი ერის სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი წმინდეს წარმოადგენს და რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ ჯვარი წმინდა ნინოსი, რომელიც მეოთხე საუკუნისაა არსენი ყალთოელის წმინდა ნინოს ცხოვრების რედაქციის თანახმად. წმინდა ნინოს ჯვარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უბოძა, როცა გამოეცხადა მას და შემდგომ ამ ჯვრით შემობრძანდა საქართველოში. მეორე წყარო, ეგრეთ წოდებული მოქცევაი ქართლისაი გვამცნობს, რომ წმინდა ნინომ ვაზის ნასხმლებთაგან თავად შეეკრა ეს ჯვარი და ასე შემობრძანდა საქართველოში. ჯვარს მე-18 საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს. ის კიოჩი, ანუ სპეციალურ საგანგებო ჭურჭელშია მოთავსებული, რომელზეც წმინდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული. ჯვარს თავისი საბრძანებელიდან წელიწადში ორჯერ ყოველ ნინოობას გამოაბრძანებენ 27 იანვარს და 1 ივნის, რომ მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება ჰქონდეთ. ამ კიოტს აქვს საქტიტორო წარწერა, სადაც იხსენიება ვინმე ვახტანგი, ხელოვნებაცოდნეთა ანალიზის მიხედვით ეს რელიეფური გამოსახულებები მე-16 მე-17 საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ ნახსენები ვახტანგი არის ვახტანგ მე-6. სიონის საკათედრო ტაძარი კიდევ მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი სიწმინდითაც არის გამორჩეული. კანკელის სამხრეთით ნიშში დაბრძანებულია ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის, წმინდა თომა მოციქულის თავის ქალა, რომელსაც გადმოცემით განსაკუთრებული ძალა აქვს ოჯახის ჯანმრთელობისა და რწმენის განმტკიცებისთვის. როგორ მოხდა ეს სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს ბევრი ცნობები, ფაქტობრივად ერთადერთი ცნობები გვაქვს, რომ მე-17 საუკუნის ჩანაწერის მიხედვით თავის ქალა იმყოფებოდა იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჭალაკში და შემდგომ ამისა ის მოხდა სიონში ჩამოაბრძანეს. სიონის საკათედრო ტაძარი მდიდარია ხატებითაც, რომლებიც არამხოლოდ ქართული სარწმუნოების ისტორიას ასახავენ, არამედ მრავალი საუკუნის ლოცვის, რწმენის და სულიერი გამოცდილების მატარებლები არიან. მათ შორისაა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი პირი ღვთისა, რომლის წინაშეც მორწმუნეები სულიერ სიმშვიდეს და მადლს გრძნობენ. ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და სიონის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მრავალი შემოსევისა თუ განსაცდელის გადატანის მიუხედავად ტაძარში დღესაც უცვლელად ინახება. სიონის ღვთისმშობლის ხატი 1522 წელს შახ ისმაილმა მოხსნა ძვირფასეულობა ამ ხატს და ის გადააგდო მტკვარში. 1762 წელს ვახტანგ მე-6-ის შვილმა გიორგიმ და მისმა მეუღლემ მარიამმა შეაქმნევინეს სიონის ღვთისმშობლის ხატის ასლი, შეამკეს ის და შესწირეს სიონის ტაძარს. ეს არის პირი ღვთისას ხატი. თავად ხატი არის სტილოზე შესრულებული, ის საკმაოდ ძველი არის, ხოლო მისი პერანგი არის 1818 წელს შესრულებული. ამ ხატის მნიშვნელობა დიდია იმდენად, რამდენადაც არის მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი.
სიონის საკათედრო ტაძარში მორწმუნეები ხვდებიან არა მხოლოდ სარწმუნოებას, არამედ იმ ადამიანების საფლავებსაც, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ერის სულიერი ცხოვრება განსაზღვრეს. საკურთხევლის წინ, გუმბათქვეშა ბურჯებთან და ტაძრის სხვადასხვა კუთხეში განლაგებულია საფლავები, რომლებიც ქმნიან ისტორიულ და სულიერ კავშირს, აერთიანებენ წარსულს და დღევანდელობას ერთ სივრცეში. უამრავი სრემლი და უფლია დაღვრილი სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქ არის მე-20 საუკუნეში მოღვაწე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა საფლავები, ევსტატი მცხეთელის საფლავი, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა. აქ არის დაკრძალული სიონის აღმშენებლები, ვახტანგ გორგასლის შთამომავლები ადარნასი და გუარამი. ამ სულიერ ისტორიულ ატმოსფეროს კიდევ უფრო აძლიერებს ტაძრის კედლების მხატვრული გაფორმება. ფრესკები, რომლებიც ბიბლიური სცენებისა და წმინდანების გამოსახულებებით მრავალი წარსულის ამბავს ხვებიან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი სიონის ფრესკულ მხატვრობასთან მიმართებაში გახლავთ 1850-55 წლები. დაიზრა საკითხი იმის შესახებ, რომ მოხატული იყო სიონის ტაძარი ხელახლა. აი ამ კუთხით შეირჩა გრიგოლ გაგარინი, მას ანდეს ასე ვთქვათ, სიონის საპატრიარქო ტაძრის მოხატვა და დღეს რასაც ჩვენ ფრესკულ მხატვრობას უმზერდს, გრიგოლ გაგარინის მიერ არის მოხატული. სწორედ ეს მხატვრული მრავალფეროვნება წარმოაჩენს სიონში დაგროვილ საუკუნოვან ისტორიას. როგორ აშენდა ტაძარი, რამდენი აღდგენისა თუ შემოსევის შემდეგ მოაღწია ჩვენამდე და როგორ დარჩა საქართველოს მართლმადიდებლობის უძლიერესი სიმბოლო. პირველი სიონის ტაძარი ამ ადგილზე აიგო მე-5 საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს. მეორე ტაძარი აიგო მე-7 საუკუნეში, ხოლო მესამე დღევანდელი ტაძარი აიგო მე-11 საუკუნეებში. თბილისის სიონის ტაძარი არაერთგზის აოხრდა და გაიძარცვა. აქ იყვნენ ცნობილი დამპყრობლები ჯალალედინი, თემურლენგი, შახ-აბასი, აღა მაჰმად-ხანი. სულიერებასა და ისტორიულ სიმდიდრეს ტაძრის ორი სამრეკლოც ასახავს, რომელიც როგორც არქიტექტურული ნაგებობა, ისე სარიტუალო ფუნქციით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. სიონის საპატრიარქო ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია სამრეკლო, რომელიც აგებულია მე-15 საუკუნეში. სამრეკლო თითქმის მთლიანად დაინგრა 1795 წელს, როდესაც მოხდა თბილისში ცნობილი კწანისის ბრძოლა და უკვე 1939 წელს მოხდა ამ სამრეკლოს აღდგენა. რაც შეეხება მეორე სამრეკლოს, ეს სამრეკლო სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოს გარეთ გახლავთ აგებული, ეს უკვე მე-20 საუკუნის ქმნილება გახლავთ. აი ეს შენობა სიონის ტაძრის გვერდით 1950-იან წლებში პატარა საპატრიარქო რეზიდენციაც აშენდა. სწორედ აქ მოღვაწეობდნენ კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ ფხალაძე, დავით დევდარიანი და მოგვიანებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს პატარა მწვანე ოაზისი ქალაქის შუაგულში დღესაც ინახავს სიონის სულიერ გარემოსთან შეხამებულ სიმშვიდეს. 1990 წელს საპატრიარქოს დაუბრუნა სახელმწიფომ ის შენობა, რომელიც პატრიარქების რეზიდენციას წარმოადგენდა თბილისში და 1990 წლის შემდეგ უწმინდესი და ნოტარესი უკვე დღევანდელ საპატრიარქოს შენობაშია, თუმცა თავის ისტორიული მნიშვნელობა და ღვაწლი ამ შენობას არ დაუკარგავს. სიონი მხოლოდ ტაძარი არ არის. იგი ქართულ ხალხთან ერთად გადატანილი ტკივილის და გამარჯვების წიგნია, სადაც რწმენა მუდამ უცვლელი დარჩა. სწორედ ამიტომ სიონი დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, როდესაც აქ პირველი ტაძარი აიგო.